აქ იმიტომ მოვედი, რომ მინდა დავუთმო ჩემი ერთი წუთი და გავამახვილო საერთოდ იმ თემაზე საუბარი, რომელიც ძირითადად ჩვენ პატარებს არ გვეხება. და ძირითადად ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ბავშვებმა ამ თემაზე, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ მოვსულიყავით. ამ თემაზე ფიქრი დავიწყე იმის მერე, რაც გარდაიცვალა მამაჩემი. ეს მოხდა დაახლოებით 3 თვის წინ. ეს არის შავასანი დედები და ბებიები. ჩემი აზრით საქართველოში ძალიან დიდი პრობლემაა ეს, რადგან ძირითადად დადიან ხალხი აცვიათ შავები. ძალიან მიწუხს გული, როცა ვხედავ ზაფხულში როგორი გლოვიარე სახეებით განან, როგორი იტანჯებიან, გზელსახელოებიან მაისურებით. მე იმის მერე რაც მამა გარდამეცვალა, საერთოდ ყველამ გაიხადა შავები ბებიას გარდა. ძალიან მწუხარ, როცა ბებიას უყურებ ეს, ბებიას ესეც ცევდიან სახეს უყურებ და არ მინდა რა, რომ საქართველოში იყოს ესეთ შავების ჩაცმული, რადგან ცხოვრება გრძელდება. ასევე მინდა რომ ისეთ ადამიანებს მივართო, რომლებიც არიან ამ თემი, რომლებიც აკომპლექსებენ ხალხს და ლაპარაკობენ იმ ხალხზე, ვისაც არ აწვია შავები. ჩემი აზრით ეს არ არის, ჩემი აზრით ამაზე ყურადღების გამახვილება არ არის აუცილებელი, რადგან ეკლესიითაც მიღებული არის, რომ შავები უნდა გაიხადონ 40 ან წლისთავის მერე. და ცხოვრება და მე მინდა ყველა შავოსან დედას მოუწოდა, აბსოლუტურად ყველას, ვინც გლოვიარებს, რომ ცხოვრება გრძელდება, ერთი ადამიანი იღუპება, მეორე იბადება, ტანჯვას ბედნიერება ფარავს და ყველაფერი კარგად იქნება.